ბოლოსკენ ვთქვათ, თიკო, ჩვენი ხუთი ფილმი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ აი, როცა გეკითხებიან რა არის შენთვის კინო, გახსენდება ეგ ფილმი. ანიმაციებიც არის, გაფრთხილებთ და ხშირად იქნება ანიმაციები. გაფრთხილებთ. მენა იქნება აქეთო არის. ვახსენე რომ ბეჭდების მბრძანებელი იყო ის ფილმი, რომელმაც ამას თავის რა, კაი, მეც მაგეგეთის თავის ტრილოგიებით და თავის სამია და ერთად ითვლება. ბექსტეიჯებით და თავის ყველაფრით და თავის ორლანდო ბლუმებით. მოკლედ ეგ იყო რა, პირველი ემოცია რომ ესეთი ზღაპარი რომ ვნახე და თითქოს იქ ვიცხოვრე, ეგ იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ემოცია. ეხლა წუყურებ ხოლმე მაგ აი ეგეთი ხო მეორეზე გადავალ. იყო მიაზაკის Spirited Away. ეგ ანიმაცია რომ ნახე, თუ ვინმე მკითხავს როდის შეიძლება. ვიცი რაც არის, მაგრამ არ მაქვს ნახე ანიმაცია. ხო, ანუ watch list-ი. თუ ვინმე მკითხავს რომ აი რამე თუ არის ისეთი რაც ნახე და მე სოფლ მხედველობაც კი შეგეცვალა, არის ეგ. დეივიდ ფინჩერის 7 არის ისეთი ფილმი, რომელსაც ნებისმიერ დროს რომ უყურებ, ნებისმიერ დროს ვერ უყურებ მაგ ფილმს, მაგრამ რამდენჯერაც უყურებ, სულ ერთნაირი ემოციები მაქვს და აი ესეთი რა, აღტკინება და აღთოვნება მაქვს ხოლმე და ყველა ჯერზე მინდა დაურეკო და აუ ბიჭო რა მაგრა გააკეთე რა. შეაქორა. კიდევ არის ანიმაცია მონსტრების კორპორაცია, რომელიც ძალიან მიყვარს და მგონია რომ ბევრი ისეთი რაღაც არის შიგნით რაც ნებისმიერ სრულმეტრაჟიან ფილმს და სერიალს მოუხდებოდა, კი. და ეგ კიდე ცალკე თემა იქნება, ანუ რას გადაიღებდი ფილმად. კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ამ ხუთში შევიყვანე, არის ამელი. იმიტომ რომ გამიკვირდა ძალიან, ანუ აი სევენის მერე ამელი. მაგიტო. ზუსტად ეგ ხდება, ანუ ჩემთვის ეგ არის ზუსტად ეგ არის. კი, ზუსტად აი ეს არის რა. ხო, ზუსტად ეგ არის რა კონტრასტი. ამელისაც რო უყურებ, აი რაღაცნაირი არ ვიცი, ჭიამაიები დადიან რა. ძალიან შეგრძნება, კარგია, ან ყველაფერი დაბალანსებულია და მუსიკიანად და ყველა კადრებია, ყველაფერი დაბალანსებულია, იუმორი, გამოსახულება, ფერები, მუსიკა, მსახიობების კი ბატონო. თამაში რა ტემპო, რიტმი, მონტაჟის იდეა, სცენარი, ყველაფერი რა.